დილამშვიდობისა 9:18 წუთი გახლავთ რადიომედის დილის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობა სტუდიაში კახა გელაშვილთან ერთად ვიმყოფები და როგორც დაკვირდით სპორტულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ. მოგესალმები ზაზამი ვესალმები მსმენელს. ჩვენი კიდევ ერთობლივი ეთერი. კი ბატონო. მოკლედ ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი კი არა და პრინციპში მთელი გადაცემა ფეხბურთზე ვილაპარაკეთ და უგეგმავად. დღეს სპორტის სხვადასხვა მიმართულებას გამოვეხმაურებით, მაგრამ ალბათ უნდა დავიწყოთ იმ სიახლით, რომელიც ჩვენი საკალათბურთო სეგმენტიდანაა. ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა და პირველ რიგში აგვიხსენი რა არის ეს პოზიცია და ჩვენი კალათბურთისთვის რას ნიშნავს. პირველ რიგში აღნიშნავ ფაქტს, რომ რა თქმა უნდა კიდევ ერთი აღიარება ქართული კალათბურთის, ის რომ ქართველი საკალათბურთო ფუნქციონერია ამ დღესდღეობით ფედერაციის პრეზიდენტია ვიქტორ სანიკიძე. ლეგენდა ქართული კალათბურთისა, იმ ოქროს თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, რომელმაც ეს თქვა საკალათბურთო ცხოვრება დააბრუნა საქართველოში. ამჟამად კიდევ ერთი საპასუხისმგებლო პოსტი FIBA კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან გამოხატული ნდობა ჩვენი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის ჩემპიონთა ლიგა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა ვიქტორ სანიკიძე. გუშინ მივიდა კალათბურთის საქართველოს ფედერაციაში, კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში წერილი FIBA-დან აღნიშნულის თაობაზე. ბუნებრივია ვილოცავთ ვიქტორ სანიკიძეს ამ კიდევ ერთ მორიგას, თქვა კარიერულ წინსვლას უნდა ითქვას. ერთ-ერთი ჯამ ტურნირის ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე სწორედ ქართველი. FIBA-ს სასჯიბრო კომიტეტის წევრი ისედაც იყო მანამდე, ახლა უბრალოდ ემატება ლიგის კონკრეტულად კი რამდენიმე მოდი ესე განმარტოთ ზაზა არის რამდენიმე ტურნირი, საკლუბო ტურნირი საკალათბურთო თუმცა ყველა ტურნირი FIBA-ს, ანუ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ზონის დაქვემდებარებაში არ არის. იგივე მთავარი ტურნირი არის ევროლიგა, რომელიც აბსოლუტურად კომერციული ტურნირია და ნაკლებად თანამშრომლობს FIBA-სთან, თუნდაც გავიხსენოთ იგივე ჩვენი ასე ვთქვათ ახილევსის ქუსლი, ჩვენი ნაკრების, როდესაც საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მატჩები აქვს. ჩვენი არ ყველა ნაკრებისთვის პრობლემაა ეგ, ნაკრების წევრები, რომლებიც ევროლიგის მონაწილე გუნდებში თამაშობენ, მათ არ აქვთ უფლება რომ დატოვონ ევროლიგა თუ ემთხვევა თამაშები და ნაკრებში მივიდა, ანუ პრიორიტეტად ევროლიგა, კომერციული ტურნირი თავის გათამაშებას აყენებს პირველ ადგილზე და არასა NBA საერთოდ განყენებული ასე ვთქვათ ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია, როდესაც იქ ტარდება თქვათ პლეიოფის ანაც რეგულარული სეზონის მატჩები და იმ დღეებში ამა თუ იმ ევროპულ ნაკრებს აქვს ოფიციალური მატჩი შესარჩევი ეტაპის იქ პირდაპირ უწერიათ კანონმდებლობაში და კონტრაქტში რომ ამ კალათბურთელს არ აქვს უფლება რომ დატოვოს კლუბი და გაემგზავროს სხვაგან, თუნდაც ეროვნულ ნაკრებში. ესეთი აკრძალვები არის იგივე ჰოკეიში, როდესაც ვიცით ხომ, როდესაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახაობა არის ჰოკეისტთა ტურნირი, ოლიმპიადის ჰოკეისტთა ტურნირი და აი ამ დროს თუ ვთქვათ NHL-ში მატჩებია, თამაშებია, მაშინ ის ჰოკეისტები ვერ ახერხებენ ჩასვლას თავიანთ ნაკრებში და ოლიმპიადაზე მიღებას. ეს არის აბსოლუტური შეიძლება ითქვას კომერციალიზაცია, რაც ჯერჯერობით ფეხბურთში არ არის, ფეხბურთში არც ერთ კლუბს არ აქვს უფლება რომ ეროვნულ ნაკრებში თუნდაც ეს იყოს არაოფიციალური ამხანაგური შეხვედრა შეზღუდოს ფეხბურთელი თავის მშობლიურ ნაკრებში წავიდეს. აი კალათბურთში კი და თქვათ იგივე სხვადასხვა სახეობებში არ არის კომერცია პირველ ადგილზეა. ფეხბურთშიც არის უკვე პრეცედენტი ხო ამ ზაფხულს ვნახეთ ჩვენ ახალი სადებიუტო ტურნირი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელმაც აშკარად ვერ გაამართლა ვერც თქვათ სტადიონზე დასწრების მხრივ, იგივე ტელერეპორტაჟების ხილვადობის მხრივ და არ იყო ახლა ესეთი ტურნირი, როგორცაც ელოდა ბევრი, თუმცა იყო სკეპტიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევდა რომ თქვა გადაღლილი ამ მომხმარებელი სეზონის შემდეგ გადაღლილი ფეხბურთელები ვერ აჩვენებდნენ იმ
თამაშს რის გამოც გულშემატკივრობს ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ კლუბს. ჩვენთვის საინტერესო იყო რა თქმა უნდა Paris Saint-Germain და ხვიჩა კვარაცხელია. Paris Saint-Germain სადაც არ უნდა ითამაშოს ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად რა თქმა უნდა ქართული გულშემატკივარი ინტერესით მიადევნებს თვალს ამ გუნდის თამაშს. რაც შეეხება რომ დავუბრუნდეთ აი ეს FIBA-ს ერთ-ერთი ტურნირია, საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი მონაწილეობს, ტურნირის პოპულარობა და მონაწილე გუნდების დონე ყოველწლიურად იზრდება აქ ჩემპიონთა ლიგაზე. აქვე შევახსენოთ ჩვენს რომ ბოლო წლების ერთ-ერთი გამარჯვებული იყო ესპანური Tenerife, რომლის ლიდერიც გიორგი შერმადინია და Tenerife ახლაც ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ჯგუფურ ეტაპზე 2 მატჩი ატარა, 2-ვე მოიგო და ლიდერია და კვლავ ერთ-ერთ ფავორიტად რჩება ამ ტურნირისა. შენ აღნიშნე რომ ვიქტორ სანიკიძე FIBA საშეჯიბრო კომიტეტის წევრია ისედაც, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების შესაბამისი მიმართულებით ორგანიზება. FIBA-ს ერთ-ერთი საიმიჯო და მთავარი საკლუბო ტურნირის, ანუ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე კი ვიქტორ სანიკიძის მორიგი დაფასება და მისთვის საერთაშორისო დონეზე ასე ვთქვათ ნდობის გამოხატულება, ასე რომ კიდევ ერთხელ ვილოცავთ ვიქტორ სანიკიძეს ამ საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე დანიშნას და ზოგადად ვილოცავთ ქართულ კალათბურთს. ეს არ არის მარტო კონკრეტულად სანიკიძის წარმატება, ეს არის იმ თქვათ რა მოგეხსენებათ აგვისტოში გაიმართა საქართველოში 16 წლამდელთა ევრობასკეტი, ანუ A დივიზიონის, ელიტური დივიზიონის გუნდების ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ნიკა ბურჯანაძის ხელმძღვანელობით საკმაოდ კარგად ითამაშა. მთავარი ჩვენი პროგრამა გნებავთ მინიმუმი, თქვათ გნებავთ მაქსიმუმი, იყო რომ ეს ასაკობრივი ნაკრები, 16 წლამდელთა ნაკრები დარჩენილი იყო ელიტაში, ანუ A დივიზიონში და ბურჯანაძემ და მისმა გუნდმა ეს გააკეთეს. ერთადერთი ასაკობრივი ნაკრებია, კიდევ ერთხელ აღნიშნავ 16 წლამდელთა გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში გამოდის. და სწორედ აი ეს ამ ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებაც, რა თქმა უნდა, იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ვიქტორ სანიკიძეს, ასე ვთქვათ, ანდეს ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ეს რაც შეეხება უშუალოდ ვიკას, ვიქტორ სანიკიძის ამ მორიგ წარმატებას, რაც შეეხება სხვა საინტერესო საკალათბურთო სიახლეებს, როგორც ის ახლოვდება უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 27 ნოემბერს ჩაატარებს თბილისში არენაზე. უკრაინის ნაკრებია ჩვენი მეტოქი, ასე რომ ახალი გამოწვევა, ახალი შესარჩევი ციკლი ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და იმედ დავიტოვოთ, რომ შეიძლება ითქვას ოდნავ შესუსტებული შემადგენლობით ამერიკელი ლეგიონერები ვერ დაეხმარებიან ამ ჯერზე, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ეროვნულ ნაკრებს. დიდი იმედი გვაქვს, რომ თორნიკე შენგელია ტრადიციულად შეძლებს აი ამ ბარიერის გარღვევას, რომელსაც წარმატებით ახერხებდა წინა ციკლების შესარჩევი ეტაპების დროს და ჩამოდიოდა ჩარტერული რეისით, თქვათ, გვახსოვს ხო თორნიკემ ლამის 5 დღეში 4 თამაში ითამაშა თუ რაღაც და პლუს გადმოფრენა და ნაკრებს უზარმაზარი დახმარება გაუწია. დღესდღეობით როგორც ვიცით, როგორც ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა, გუნდი რასაგებია, კარგი გუნდია, მაგრამ თორნიკე შენგელიას გარეშე შეგვექნება პრობლემები ნებისმიერ ნაკრებთან. ეს პრობლემები რაც ჩვენ გვექნება ახლა შესარჩევ ეტაპზე, იგივე პრობლემები ექნება ყველა იმ ნაკრებს, რომელთა წევრებიც არიან ან ამერიკის საკალათბურთო ლიგის მოთამაშეები, ანაც იგივე ევროლიგაზე. რაც შეეხება კიდე რამის დამატებ? თორნიკე შენგელია, ვახსენეთ, რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელია არის ბარსელონას, ესპანურ კატალონური ბარსელონას წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. და აი გუშინ ბარსელონამ ჩემპიონთა უბრალოდ ევროპა ლიგაზე, ევროლიგა არის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის ანალოგი, ევროპის საკლუბო ჩემპიონატი და მორიგი ტურის შეხვედრა ჩაატარა ბარსელონამ, აქაც კომერციალიზაცია ვახსენეთ და დუბაიში ითამაშა ბარსელონამ. დუბაი მონაწილეობს აი ეს
ფინანსები ამცირებს გეოგრაფიულ სიშუალეს. არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე. ძალიან ძლიერი შემადგენლობი და აი გუშინდელი შეხვედრა 93-78 დუბაის გამარჯვებით დასრულდა. ბარსა მეორე მატჩი წააგო ევროლიგაზე, თუმცა ჩვენთვის თავარი რა თქმა უნდა თორნიკე შენგელია, თორნიკე საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის 19 ქულით სამი მოხსნა ერთი შედეგიანი გადაცემა, თუმცა თორნიკეს ამ მართლაც კარგმა თამაშმა ვერ უშველა ბარსას და ვერ იხსნა გუნდი. მეორე მარცხისგან ასევე 19 ქულა ჰქონდა თორნიკეს თანაგუნდელ ბარსელონას კიდევ ერთ ლიდერ დარიო ბრიზუელას. თუმცა თორნიკე დღესდღეობით რასაც ხედავთ და ესეც იყო პრინციპში ნაცინასწარმეტყველები, როდესაც ის ბარსელონაში გადავიდა, არის ნომერი პირველი, გალათფურთელი მთავარი ლიდერი და თორნიკეზე ეწყობა ნელ-ნელა გუნდი, ეს დიდი გუნდი, უდიდესი ისტორიის მქონე ბარსელონა ყველა სფეროში, ფეხბურთი გალათფურთი. დიდი ქართველი გალათფურთელის რა თქმა უნდა. რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, იგივე მე-6 ტურს 23 ოქტომბერს უწევს ბარსელონას, კაუნასი ჟალგირისი იქნება ბარსას მეტოქე, ბარსელონაში გაემართება ეს მატჩი. ჟალგირისმა წააგო სხვათაშორის გუშინდელი შეხვედრა საკუთარ მოედანზე მილანის ოლიმპიასთან 78-89. და კალათფურთზე საუბარი ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეროვნული საკალათფურთო ასოციაციის NBA-ში. ჩვენ ვისაუბრეთ ეთერს გარეთ, მკითხე რომ როდის იწყება და რა სიტუაცია NBA-ში კალათფურთის მოყვარულები ყველა განსაკუთრებით ელოდება მსოფლიოს უძლიერესი საკალათფურთო ლიგის მატჩების დაწყებას. იგივე ევრობასკეტს დაუბრუნდები, გვაჩვენა ევროპის ჩემპიონატმა, რომ ის გუნდები, ის ნაკრები გუნდები, რომელთაც ყავდა თუნდაც ერთი ლეგიონერი NBA-დან წარმატებას აღწევენ ის ნაკრები. ჩვენ ორი კალათფურთელი ყავდა და პლუს შენგელია, პლუს გუნდი, მთელი გუნდი, რა თქმა უნდა სამსწავლო შტაბი და საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი აჩვენა. არც ერთი ამერიკელი ლეგიონერი არ ყავდა სხვათაშორის ევროპის წინა ჩემპიონატის გამარჯვებულ ესპანეთის ნაკრებს, რომ მიუხედავად ამისა, ბარსელონა, რეალის და სხვა ძალიან ძლიერი კლუბების წევრები იყვნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ ესპანეთის ნაკრები როგორც ჩანს, თქვათ, იქ მოიშალა რაღაც იტალიასთანაც წააგეს, შემდეგ საბერძნეთთანაც და კლუბი ნაკრები ჩარჩა ჯგუფში. ასე რომ ხო, რაც შეეხება ეროვნულ საკალათფურთო ასოციაციას, დღეს ბოლო შეხვედრა ჩაატარა ორლანდო მეჯიკმა, ბოლო წინა სასეზონო სასმელი საგამოფენო მატჩი, გოგა ბიტაძის გუნდია ორლანდო და საკუთარ მოედანზე ნიუ ორლეანი დაამარცხა 128-125 შედეგიანი შეხვედრა. ქართველი ცენტრი 6 ქულით 5 მოხსნით 11 წუთში. ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურა იყო მოედანზე. რომ 22-ში იწყება 22 ოქტომბერს NBA-ის რეგულარული სეზონი და ჩვენ ქართველი გულშემატკივარი კლავაც დიდი ინტერესით მივადევნებთ თვალს, რამე თუ ორი ქართველი გალათფურთელი და მათი გუნდები ტორონტო რეპტორში ახალ სეზონს დაიწყებს. სანდრო მამუკელაშვილი ორლანდოში კი გოგა ბიტაძე გააგზელებს თავის და უფრო წარმატებულ სეზონს. კი ბატონო, მე განვაგრძოთ კალათბურთზე მოვჭით და განვაგრძოთ ფეხბურთით, თუმცა დავრჩეთ ამერიკის კონტინენტზე, უკვე პოლიტიკა ერევა ფეხბურთში, ჩვენ მოვისმინეთ ტრამპის განცხადება, რომელიც განმარტავს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიძლება მან უარი უთხრას ქალაქ ბოსტონს ჩემპიონთა დიდი ჩემპიონატის პარლებში, მსოფლიო ჩემპიონატის პარლებში მატჩის გამართვაზე უსაფრთხოების გამო და დატოვოს ამ შანსის გარეშე ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება, რომელიც უკვე აი ამ მხრივაც ექსტრავაგანტულად საუბრობს და თავის პოზიციას აფიქსირებს და მოუწია FIFA-ს თავისი პოზიციის დაფიქსირება ამასთან დაკავშირებით და FIFA-მ განმარტა, რომ ყველა ქვეყანა, ყველა ქალაქი თავად არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე. ანუ ეს ის კომპეტენცია, რომელშიც ისინი არ ერევიან და შესაბამისად განიმარტა, რომ უკვე კონკრეტული ქვეყნის ქალაქის მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებაა, სად ჩაატარებენ თამაშს, თუკი და სად გადაიტანენ, თუკი ამას უსაფრთხოება მოითხოვს. მოკლედ უსაფრთხოების ნაწილში ხელები დაგვიბანია, თქვენი გადასაწყვეტია ესეთი იყო დაახლოებით FIFA-ს განმარტება, მოგეხსენებათ, რომ
ტრამპის განცხადებით მატჩები ბოსტონში აღარ გაიმართება თუ კი ასე გაგრძელდება იქ შიდა პოლიტიკური პროცესები და ბოსტონს ასევე ბოსტონის გარდა ჩიკაგოზე იყო საუბარი და მოკლედ როგორ იქნება ამას დრო გვაჩვენებს კი, მართალია ცნობილი ფაქტია, ხო, ის ქვეყანა, რომელიც კისრულობს ორგანიზებას, ორგანიზატორია ამა თუ იმ დიდი ტურნირისა, ვალდებულია უზრუნველყოს როგორც უსაფრთხოები, უშემატკივარი იქნება სპორტსმენები იქნება თუ თვითონ ტურნირის ჩატარებისთვის. ზოგადად ეს ჩემპიონატიც მრავალფეროვანია, სამ ქვეყანაში იმართება, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ბურთის სპეციალური შექმნას, რომელიც სამფეროვანია და ეხმიანება ამ სამი ქვეყნის ფერებს. და ესეც არასტანდარტული ორიგინალური ბურთი იქნება 16 ქალაქი იქნება ჯამში ამერიკული, კანადისა და მექსიკის სახელმწიფოებისა, ვინც უმასპინძლებენ მატჩებს 11-დან 19 ივლისამდე მომავალი წლის ზაფხულში და წინ კარგი სიამოვნება გველის. ახლა გადმოვინაცვლოთ ევროპულ კონტინენტზეც, სადაც თუ კი შტატებში ამერიკის პირველმა გააკეთა განცხადება ბრიტანეთში ხა თუ სამეფო ოჯახს არ ჩავწდით პრემიერ-მინისტრი არის პირველი პირი ასევე პოლიტიკური და იქ უკვე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სტრამერმა დაუშვებლად მიიჩნია ის რომ მაკაბის ფანები ასტონ ვილასთან მატჩზე არ მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა და ამბობს რომ ჩვენ არ უნდა დაუშვათ ანტისემიტიზმი ეს უსამართლობაა მოგეხსენებათ რომ ეს იყო მისი სიტყვა მოგეხსენებათ რომ თელ-ავივის მაკაბი თელ-ავივის კომაგებს უსაფრთხოების მიზნით უარი ეთქვათ უკვე გასვლით მატჩზე ბრიტანეთში ასტონ ვილასთან შეხვედრაზე დასწრებასთან დაკავშირებით ეს მოიხსენება ჩვენს ფენელს რომ ევროპა ლიგის მეოთხე ტურის ფარგლებში მატჩი იმართებოდა და ნუ მოკლედ პრემიერ-მინისტრი ძალიან ნეგატიურად გამოეხმაურა და თქვა რომ პოლიციის ფუნქცია აბა სხვა მეტი რა არისო აუცილებელია რომ უზრუნველყოს როგორც ერთი გუნდის, ასე მეორე გუნდის კომაგთა უსაფრთხოება და მათი დასწრება თამაშებზეო. მოკლედ დიდი პოლიტიკისა და სპორტის სპორტში აქტიურად შედის უკვე ეს ყოველდღიურობა. ჩვენ გვრჩება დაახლოებით 10 წუთი მაქსიმუმ, ხო? მე მგონი. და მინდა ამ დროში მოვასწროთ, ასე ვთქვათ, სპორტის ქრონოლოგიასაც გადავავლოთ თვალი, იმიტომ რომ მე დილით აღვნიშნე რომ დღეს ფორმულა 1-ის თანამედროვე წარმომადგენლის კიმი რაიკონენის დაბადების დღეა 1979 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა იგი და ჩვენ ამას გამოვეხმაურებით, თუმცა ქართული სპორტისთვის კონკრეტულად დღევანდელი დღე 17 ოქტომბერი კიდევ უფრო სხვა ღირებულებისაა ჩვენ სპორტის იმ სახეობაში რომელზეც ახლა ვისაუბრებთ ჯერჯერობით არა გვაქვს ის მიღწევები რაც გქონდა და მეორეს მხრივ ეს ისეთი გიგანტური შედეგები იყო და მიღწევები იყო რომ მისიგან მეორება ძნელია მაგრამ თუ ერთხელ ქართულებმა მოახერხეს ანუ ისე უნდა გააკეთონ და ჩვენ ვსაუბრობთ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილზე რომელიც ტიტანია სოფლიო საჭადრაკო დაფაზე ტიტანი რომელიც ტოლს სწორს არ უდებდა არც მამაკაცებს კი ბატონო გეთანხმები. ნონა გაფრინდაშვილი ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვიტყვი არის ჩვენი ეროვნული სიამაყე. ეროვნული საგანძური შეიძლება ითქვას. ადამიანი რომელიც არ ვიცი მარტო ჭადრაკზე და სპორტზე არა ნებისმიერ სფეროში მასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე არის ძალიან დიდი ბედნიერება. მე მქონია რამდენჯერმე მართლაც ეს ბედნიერება ქალბატონ ნონოსთან მესაუბრა ჭადრაკიც მითამაშია რა თქმა უნდა წამოვაგე სხვანაირად რომ მეგო ეს იქნებოდა ხო და მოკლედ რატომ არის დღევანდელი დღე ისტორიული ზუსტად 63 წლის წინ 1962 წლის 17 ოქტომბერს ქალბატონმა ნონამ პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ამ დღეს ანუ 17 ოქტომბერს 1962 წლის 17 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ საჩემპიონო მატჩში ბოლო პარტია აღმოჩნდა იმ ხანად 21 წლის ნონა გაფრინდაშვილმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი რუსი ელიზავეტა ბიკოვა 9-2 გაანადგურა ეს არ იყო მსოფლიო ჩემპიონატის
ფინალური მატჩების ისტორიაში ერთ-ერთი როგორც ვაშთა ფინალებში, ასევე ქალთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ეს თქვათ ესეთ არაფინალისტვის შეუსაბამო ანგარიში 9-2 მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი 21 წლის ქართველმა დიდოსტატმა გააცამტვერა და ეს ისტორიული ესე თქვათ შტრიხია რომ 27 ოქტომბერს დილას სასტუმრო მოსკოვის იმ ნომერში სადაც ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი იყო გაჩერებული ბიკოვას მსმენელმა დარეკა და მომავალ ჩემპიონს მომავალ მსოფლიო ჩემპიონს ამჩნევა რომ ბიკოვა გადადებული პარტია იყო წინადღით და იმ დღეს 17-ში უნდა ჩატარებულიყო ბიკოვა ამ გადადებულ პარტიას მისთვის აბსოლუტურად უიმედო პარტიას ასაგებად განწირულ პარტიას აღარ გააგრძელებდა აღარ აპირებდა გაგრძელებას და ქართულ დიდოსტატს მსოფლიო ჩემპიონის ჩემპიონობა მიულოცა აი ეს 17 ოქტომბერი 1962 წელი არის დღე როდესაც ქართველი გახდა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში. დაიწყო ის სტარტი, რომელმაც მას 5 გზის ჩემპიონობა მოუტანა ჭადრაკში. და პირველი გროსმაისტერი ქალბატონებში და შემთხვევით არ მithქვამს, რომ ტოლს არ უტყდებდა მამაკაცებს, იმიტომ რომ პირველი ქალბატონია, რომელმაც საერთაშორისო გროსმოისტერებს შორის მამაკაცებს შორის მოიპოვა აღიარება და მიაღწია სასწაულ შედეგს, ხო? წარმატებით. სწორედ აი ამ დღიდან 17 ოქტომბრიდან დაიწყო ქართველ ქალთა სახელოვანი მართლაც ეპოქა, დიდი ეპოქა, რომელიც 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა. ნონა გაფრინდაშვილმა ამის შემდეგ კიდევ 4-ჯერ დაიცვა მსოფლიო ჩემპიონობა ტიტული 1965-1969 და შემდეგ 1972 წლებში. 3-ჯერ მოუგო ალა კუშნირს და ერთხელ 1975-ში ნანა ალექსანდრიას ქართული ფინალი გათამაშდა იმ წელს და ნონა გაფრინდაშვილი კვლავ უძლიერესი იყო. ტიტული კი ქალბატონმა ნონამ 1978 წელს დათმო მსოფლიო ჩემპიონატის ამომავალ ვარსკვლავთან იმხანად 17 წლის სკოლის მოსწავლე მაია ჩიბურდანიძესთან რის შემდეგაც ქალთა ჭადრაკს მსოფლიო ქალთა ჭადრაკს უკვე ახალი დედოფალი მოევლინა ახალი ლიდერი მაია ჩიბურდანიძის სახით როგორც ცნობილია მაია ჩიბურდანიძის მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონია აი ეს 30 წელი ქართველ ქალთა სრული დომინირება იყო მსოფლიოს მასშტაბით და ლამის ვერავაკის ჩემპიონატად აქციეს მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენმა ქალბატონებმა. ქალბატონი ნონა ახლაც ვაკეში ცხოვრობს, მეც მქონდა ამას წინათ ბედნიერება რომ მას შევხედროდი გავსაუბრებოდი. და ისე სხვათა შორის ზაზა ბოდი შეგაწვენე ხვალ 18 ოქტომბერს კიდევ ერთი ისტორიული თარიღი ისევ აი ამ თემას უკავშირდება. მაია ჩიბურდანიძესთან დაკავშირებით 1986 წლის 18 ოქტომბერს, ანუ ხვალ გახდება ხვალისთვის მაია ჩიბურდანიძე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხე დაიცვა, ესეც ახშოთ რა თქმა უნდა სტაჟიან გულშემატკივრებს და სპორტის არა მარტო გულშემატკივრებს, ქართველებს, როდესაც სოფიაში გამართულ საჩემპიონო მატჩში იმ პერიოდის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე ელენა ახმილოვსკაია დაამარცხა 8-ნახევრით 5-ნახევარი და შეინარჩუნა. მოკლედ ჭადრაკში იმედი გვაქვს რომ ასე წარსულზე არ ვისაუბრებთ, წარსულ დიდებაზე და მომავალშიც და უახლოეს პერიოდშიც გვექნება მსგავსი მიღწევების შედეგები. ქალბატონ ნონას ჯანმრთელობას ვუსურვებთ, რადგან დღეს გავიხსენეთ მისი პირველი გაჩემპიონება იმ საბჭოთა რეალობაში და დღემდე მას აქვს ეს სიდიადე და ქალბატონ ნონას ჯანმრთელობას უსურვებთ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთი თემა, რომელიც სპორტული კალენდრის ფარგლებში შეგვიძლია შევახსენოთ რადიო მსმენელს, აღნიშნეთ უკვე რომ დღეს არის ფინელი პილოტის ფორმულა 1-ის წარმომადგენლის კიმი რაიკონენის დაბადების დღე, იგი 46 წლისაა და მისი კარიერაც საკმაოდ საინტერესო წარიმართა, თავიდანვე იგი კარტინგებით თურმე ძალიან ყოფილა გართული და შეუმჩნევია იგი ზაუბერის გუნდის წარმომადგენლებს შეუმჩნევიათ 2001 წელი იყო, როდესაც იგი ამ გუნდს უერთდება და ეს გუნდი სწორედ მისი წყალობით, როგორც მე ვიცი, ინსტრუქტორთა თასის მეოთხე პოზიციაზე ადის და იმავე წელს მაკლარენის გუნდში გადადის და ანაცვლებს მიკი ჰაკინენს, რომელმაც 2001 წელს დატოვა მაკლარენი, შემდეგ უკვე
2002 წლის სეზონია გრან-პრი ავსტრალიაში და 2003 წლისთვის აღწევს გარკვეულ შედეგებს, მაშინ მოახერხა მან შუმახერისთვის 0.3 წამით გადასწრება და მესამე პოზიციაზე გადის და კარგი შედეგები აჩვენა, შემდეგ უკვე ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი ხდება 2007 წელს. და 2007 წლიდან იგი გამოდიოდა ფერარის გუნდში, მერე იყო რომ გადავიდა ლოტუსში, მალევე ბრუნდება ლოტუსიდან ისევ ფერარიში და ფერარის წარმომადგენელია, მერე ისევ საუბერის გუნდი და ალფა რომეოში სადაც მერე კონტრაქტი ჰქონდა 2 წლიანი და 2021 წლის წელი იყო, როდესაც მან მრბოლელის კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, მაგრამ მერე მაინც რამდენიმე რბოლაში მიიღო მონაწილეობა. მოკლედ მე 45 წლის გახდა დღეს კემი რაიკონენი. ხო, მიულოცოთ მასაც. კი ბატონო, მიულოცოთ კიდევ 45 ან 46 გამოდის უკვე. და 46 გამოდის. მე მგონი მოკლედ სპორტს არ ეშვება ადამიანი, ჰოკეით არის თუმცა ძალიან გადაწყვეტილი, ლოგიკური ახლა ფინეთიდან ადამიანი, მოტოციკლეტით რბოლა თოლში არის ასევე თურმე მისი გადაცება და ისევ აქტიურად არის, ჯანმრთელობას უსურვებთ და ზოგადად ფორმულა 1-ის თვალსაზრისით ამასაც შევეხოთ და აღვნიშნოთ რომ მომდევნო რბოლა უკვე ამერიკის შეერთებული შტატებია, მომდევნო ადგილი სადაც ეტაპი გაიმართება და გრან-პრი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 დღეში ოსტინის ავტოდრომზე დღეს და ხვალ თავისუფალი სესიებია. კი ბატონო და ამასობაში მაქს ფერსტაპენის განცხადება იყო რომ ტიტულის მოგების შანსი 50-50-ია მისთვის და თუ ვერ მოიგო, ამით დიდად ტრაგედიას ვერ ხედავს დიდ ტრაგედიას ამაში, თუმცა აფასებს თავის შანსებს 50-50-ზე.